როდესაც ეს ადამიანი გადმოვიდა აქ საცხოვრებლად, არა კორპუსის მიითვისა ეს და მთავარი არგუმენტი მისი ის იყო, რომ იქ მუშაობდა არქიტექტურის სამსახურში და მის თანამდებობრივად შეეძლო დაიმტკიცებინა თავისთვის. მერე სტატუსი გამოიყენა თავისი თანამდებობა სამსახურებრივი შეუცვალა ამას. ეს იყო კორპუსის ტერიტორია და შეეცვალა სტატუსი. შემდგომ 3 წლის წინ ჩვენ მივიღეთ მერიიდან რომ ეს არის რეკრეაციული ავალიანის განვითარების რეკრეაციული ზონა, აქ ვერაფერი ვერ აშენდება და ჩვენ შევთხოვით გავიგეთ, რომ აქ აპირებენ სახლის აშენებას. წლების მანძილზე ჩვენ ვიბრძოდით, რომ სახლი არ აშენებული ყოფილიყო. პროკურატურაში იყო 2009 წლის დასაწყისში თუ 8 წლის ბოლოს აღარ მახსოვს, იმიტომ რომ აი მაშინაც აი ეს წალღობრივად აგორდება ხოლმე, გავიგებთ რომ რაღაცას აპირებს ეს კაცი, ისევ გავაჭერეთ. პროკურატურიდან მოვიდნენ წარმომადგენლები, რო ნახეს ეს აყვავებული, გაგიჩნდნენ პროკურატურიდან როგორ შეიძლება ამ ადგილის და აი ამ პროკურატურის შემდეგ მოვიდა ბატონი ავალიანის ხელმოწერით ცნობა, რომ ეს არის სარეკრეაციო ზონა. უცბად აეგერ ვგებულობთ აგერ ერთი თვის წინ, რომ ისევ აპირებენ მშენებლობას, ვიღაცას აქ მიცემული ეს პროექტები, უნდა დამტკიცდეს განხილვის პროცესია და ასე შემდეგ. სკივი აღარ შემოვა, შევიწროდება, რა ვიცი. რეკრეაციული ზონა ბავშვი სათამაშო ვერ გამოვა, ბალახ აქ გაიაროს გამოიაროს, ისთვის აქვს ეს ამ სახლს სვამნელებს. ვიცე-მერი რომ იყო მამუკ ახმედიანის ხელმოწერით. სადაც აღნიშნულია, რომ ეს ნაკვეთი არის სარეკრეაციო ზონა და არავითარი მშენებლობა არ შეიძლება. 3 კაცი 4 კაცი დაждდებაო და რეკრეაციული ზონის გადაკეთება შეიძლებაო. მითხრეს, მაგრამ გაკეთება თუ შეიძლება ეგაც არ ვიცი. მაგრამ თუ გადაკეთდა, რა საფუძველზე გადაკეთდა? ეს ამ კორპუსისთვის ხო საშინელება რომ გვერდზე უშენებენ, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უარესი, იმიტომ რომ ჩვენ ფანჯრების უყოლა გამოგდის 3 მეტროზეა ჩვენი ფანჯრები და აი აქ არის გათვალისწინებული გონი სახლის უშენებლობა. აქედან მოდია ბავშვები, აი ბებია ეს მოგვლიჭეთ, ბებია ეს ჭამეთ, ბებია ეს და ესაც თუ ჩამოეფარა ბავშვები სათხოვნად წავიდნენ. აუცილებლად მოიჭრება ეს განსხვავება. აი ამ ადამიანების ხელით არის და ამათი მშობლების როგორი გაკეთებულია. ხრიოკი ადგილი იყო და აი ამ მათმა მშობლებმა და მათი დახმარებით კორპუსის კატლავანი ხო ამოითხრება, დიდ შენობას, დიდი ეს სიღრმე სჭირდება. აქედან გამომდინარე, ამორტიზებული ძველი სახლი 50 თითქმის წლის სახლი დაინგრევა ალბათ და ესე იგი რა გამოდის, ვინ უნდა აგოს პასუხი მერიამ უნდა უზრუნველყოს ამ ხალხის ბინით, უზრუნველყოფა მოხდეს ამ ხალხის, როგორ? სად აქვს ახლა მერიას იმდენი ზედმეტი ფული კიდე? არ ვიცი.